საღამომშვიდობის მეგობრებო, ჩვენ კვლავ რუსთაველის გამზირზე, კვლავ საპროტესტო აუდიტორიიდან მოგესალმებით. ჩვენ ვართ ჩვეულებრივი მოხალისე ადამიანები, რომლებმაც გადავწყვიტეთ, რომ პროტესტი გავაძლიეროთ ჩვენებურად, მოვიფიქრეთ ეს ფორმატი, სააუდიტორიო ფორმატი, უკვე 3 თვეზე მეტია ლექციებს ვატარებთ, უამრავ თემაზე ჩავატარეთ ლექცია, უამრავი ძალიან საინტერესო სპიკერი ყავდა, ძალიან ბევრ თემას შევეხეთ, ძალიან ბევრ საინტერესო ადამიანს გავეცანით და ვაგრძელებთ რა თქმა უნდა პროტესტთან ერთად. ჩვენი ამოცანაა გავცვალოთ და გავაზიაროთ ცოდნა. გავაზიაროთ და შევაიარაღოთ ადამიანები ცოდნით, რამე თუ სხვა უფრო მეტი და უფრო მძლავრი იარაღი ჩვენს მხარეს, სიკეთის მხარეს და იმ მხარეს, სადაც ჩვენ ვიბრძვით, ჩვენი აზრით არ არსებობს. ცოდნაზე დიდი იარაღი ჯერჯერობით ჩვენ არ გვაქვს აი ამ სისტემის დასამარცხებლად. დღესაც რა თქმა უნდა გავაგრძელებთ დღეს დაანონსებულ მარშებს და ღამისთენებას რა თქმა უნდა საპროტესტო აუდიტორიის გუნდი უერთდებით. დავჭებით ხვალ დილამდე და ხვალ საღამოსაც კიდე ძალიან საინტერესო ლექციაც გვექნება და ფილმის ჩვენებაც შეგიძლიათ დაესწროთ, მოგზანდეთ. რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ გავამხნევებთ ჩვენს პოლიტპატიმრებს, კიდევ ერთხელ გაგამხნევებთ თქვენს და ჩვენს თავებსაც, რომ ჩვენ არ გავჩერდებით არასდროს. სანამ შედეგი არ დადგება, იქამდე ვიბრძოლებთ ყველა ჩვენს ხელს არსებული მეთოდებით, ვიბრძოლებთ კონსტიტუციურად იმ კონსტიტუციის ფარგლებში, რომელიც ჩვენ გვაქვს აღიარებული. ძალიან სასიამოვნო და საინტერესო ლექცია გვექნება, დარწმუნებული ვარ. სასიამოვნო სააუდიტორიო საღამოს გისურვებთ. მადლობა ყურადღებისთვის. მოგესალმებით. დიდი მადლობა, რომ მოგვეცეთ შესაძლებლობა დღეს ამ საკითხზე გვესაუბრა. ვფიქრობთ, რომ ზოგადად ინკლუზია არის ის მნიშვნელოვანი ფუნდამენტი, რასაც უნდა ეფუძნებოდეს ნებისმიერი პროცესი და ზოგადად საზოგადოება. და სწორედ ამისთვის ვიბრძვით ჩვენ უკვე ძალიან დიდი ხანია. და იმედი მაქვს, რომ ამისთვის ბრძოლის შესაძლებლობა მომავალშიც მოგვეცემა. ვიდრე კონკრეტულად დავიწყებდეთ ამ საკითხზე საუბარს, გაგეცნობით, მე ვარ ანა სიხაშვილი, შეზღუდული საზოგადოების მქონე აქტივისტი. მიხვდებით ალბათ, რომ ძირითადად მუშაობ შრომის პირთა უფლებების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, ვცდილობთ ყოველ შემთხვევაში. ასევე დავასრულე პოლიტიკის მეცნიერება შარშან და რა ვიცი, ანუ მეტირადად ძალიან მინდა რომ ოდესმე ამ პროფესიით შევძლო რეალიზება, მუშაობა და ასე შემდეგ, თუ რა თქმა უნდა რაღაცა ნორმალურ სახელმწიფოში შევძლებ ცხოვრებას, ალბათ ამის შესაძლებლობას მოგვეცემა. ახლა ეს მაგაგეცნობათ და შემდეგ უკვე გავაგრძელებთ კონკრეტულად საუბარს. საღამომშვიდობის, მე ესმა ბუმბერიძე ვარ. მეც ქალი აქტივისტი ვარ, უსინათლო ვარ უფრო კონკრეტულად. ასევე ქალების უფლებების მიმართულებითაც მუშაობ და მაინტერესებს. სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების და ვცდილობ ყველას მიმართ სოლიდარობა გამოვხატო და დავინტერესდე სხვადასხვა საკითხებში სად რა ხდება. მაქვს მეც განათლება ისევე როგორც ანის, მე იურიდიული მაქვს დამთავრებული და მეც იმედი მაქვს, რომ პრინციპში აქტივიზმში ჩემი განათლება და ჩემი პროფესია ძალიანაც მეხმარება ასევე. ჩვენ დღეს შემოგვიერთდა ასევე სმენა დაქვეითებული აქტივისტი თათია დათაშვილი და მობილობა ორიენტაციის ტრენერი, რომელიც უსინათლოებს ასწავლის გადაადგილებას, გია ჯვარშეიშვილი, ის დაგვეხმარება ხოლმე რაღაცების ჩვენებაში და თათიასაც გადავცე მიკროფონს 2 წუთით, რომ 2 სიტყვით ისიც გაგვეცნოს. თათია დათაშვილი იმედი სიტუს მეკოდა პირი ვიფირება და მისი ფერი ომათის აკაციაში დავიტევარი ეჯე პირი მეკვიდი
აიჯი გურები დერები ჩოდი აიჯი სუპიტი ტრები აიჯი თარიჯი მადი აიჯი 비자지 비터디 가게 뭐지 야리야리 잡으지 하러디 이르 아디 김했다가 봤더니 에티라디 하바라디야 이르 비리 아이테비아디 아빠지 아리유카디야 나 세지다 나 발코피지 나 발코피지 김했다가 봤더니 Najibad aparati yukatia na praki sheyutiria o kodi pomlukatia magito tu japiti fukurapi shikada na pat verificat ებატონო, მაგ დავიწყებ უკვე თვითონ იმაზე საუბარს თუ რას ნიშნავს შეზღუდული სასწავლო, მაგრამ ვიდრე შეზღუდულ შესაძლებლობაზე ვისაუბრებთ, იქამდე გეტყვით, რომ საქართველოში უბრალოდ ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფუნდამენტური დოკუმენტის რატირება, რომელიც არის გაერთიანებათა უფლებათა კონვენცია, მისი რაც ერთ წუთი ჩემი ხმა არის, მის კარგად მე როგორც ხვდები წყდება. მაგრამ ეგათში ხო 2013 წელს მოხდა გაეროს პირთა უფლებათა კონვენციის რატიფიცირება და ეს არის ერთ-ერთი არ ვიცი ფუნდამენტური და ფუძემდებლური დოკუმენტი ასე ვიტყოდი მე პირადად იმიტომ რომ ფაქტობრივად ყველაფერი მას შემდეგ რაც რასაც აქტივისტები ადვოკატირებისას ვეყრდნობით და არა მხოლოდ ადვოკატირებისას ან სახელმწიფოში რაც მოხდა ეფუძნება უკვე ამ კონვენციას თუნდაც კანონმდებლობის მიმართულებით და ასე შემდეგ ძალიან ხშირად და სწორედ ეს კონვენციაც ხო შშმ პირთა განმარტებას თუ რას ნიშნავს შშმ პირი ზოგადად გვეუბნება და ახლა გეტყვით ზუსტად რაც არის როგორც განიმარტება მაგრამ იქამდე გეტყვით რომ ძალიან ხშირად შშმ პირთა აღქმა საზოგადოებაში არის განსხვავებული ანუ ისინი აღიქმებიან ანუ ბევრად განსხვავებულად ვიდრე რეალურად არის და გეტყვით რას გულისხმობ ანუ შეზღუდული შესაძლებლობა ეს არის ესენი არიან ადამიანები ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული მყარი დარღვევებით, რომელთა ურთიერთქმედებამ სხვადასხვა დაბრკოლებებთან შესაძლოა ხელი შეუშალოს ამ პირის სრულფასოვან ჩართულობას საზოგადოებაში სხვა პირებთან თანაბრად ასე ვთქვათ და რას გულისხმობთ? ანუ ის რომ მაგალითად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს ან კონკრეტ ადამიანებს არ შეუძლიათ მაგალითად გარეთ გამოსვლა, იმიტომ რომ გარემო არ არის მისაწვდომი, ეს არის შეზღუდული შესაძლებლობა. და არა ის რომ მაგალითად არ ვიცი, ადამიანი, რა ვიცი, ვერ ხედავს, ხო? კი ბატონო, ესეც არის, რომ ადამიანი ვერ ხედავს და სწორედ აი ამისი ურთიერთქმედება გარემო ფაქტორებთან იწვევს უკვე მთლიანობაში შეზღუდულ შესაძლებლობას. არსებობს ძალიან ხშირად თქვენ ალბათ გსმენიათ ხოლმე ჩვენი თემის მხრიდანაც რა აი რაღაცა ტერმინებზე სულ დაობთ ხო რატო დაობთ ტერმინებზე იმიტომ რომ იდეურად ძალიან ბევრი ტერმინი არის დამაკნინებელი შშმ ადამიანებისთვის და ხა მე გეტყვით მაგალითად იმ ტერმინებს რომელიც არ მოგწონს და რომელიც მოგწონს და ისაც კონვენციის მიხედვით არის სწორი მაგალითად ძალიან უღიზიანდებით ხოლმე და მიგვაჩნია რომ არასწორი არის როდესაც გვეძახიან უნარ შეზღუდულებს და წესის უნდა თქვენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და არა მაგალითად კიდევ ამბობენ ხოლმე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები არა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი უსინათლო ადამიანებს ხანდახან გვეძახიან ბრმებს ხო ანუ გაგვიგიათ ეს და ცუდთან ასოცირდება რა ბრმა ანუ დამაკნინებელია მე მესმის ბევრს უდავია ამაზე რომ სალიტერატურო ენაში გვაქვს და ანუ როგორ უნდა ამოვიღოთ და ასე შემდეგ, მაგრამ სწორი პოლიტკორექტული არის უსინათლო. ძალიან ხშირად ყრუ ადამიანებს ან სმენის დაზიანების მქონე ადამიანებს ზოგადად ეძახიან ყრუ მუნჯებს, ხო? ანუ ესეც არასწორია მეგობრებო და აი განსაკუთრებით მედიის მხრიდან სმენია ხოლმე რომ იყენებენ და მე რომ ვამბობთ ხოლმე რომ ის არ უნდა გამოიყენოთ, ამაზეც ხშირად გვედავებიან რომ რატო
ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე ადამიანებს ხანდახან გიჟებს ეძახიან, ხო? და ასე შემდეგ. და ესეთი ბევრი ტერმინი ვრცელდება, რომელიც ჩვენს ღირსებას ლახავს მარტივად და ერთ-ერთი ფაქტორი არის ზუსტად ანუ შეზღუდულ შესაძლებლობას, სწორედ აი ესეთი დამოკიდებულებებიც ქმნის მათ შორის. ბევრი ტერმინი არა, ზედ შეიძლება საუბარი ალბათ, მაგრამ რა ვიცი, ანუ შეიძლება ვერ დავფაროთ ყველა. ახლა ეს მაისაუბრებ და შემდეგ ისევ დაგიბრუნდებით. მე ამ ძვირფასიას დავამატებდი კიდე რამდენიმეს, მაგალითად ინვალიდი, ხო, ასევე ალბათ გაგიგიათ ბევრი, ან ინვალიდის ეტლში ზის, ან რაღაც ეს ამ ტერმინისაც ჩვენ აღარ ვიყენებთ, იმიტომ რომ ანუ ამ სიტყვებს მოაქვთ თავიანთი მნიშვნელობა, ხო, სიტყვა ინვალიდი თავისთავად ნიშნავს რაღაც უსარგებლოს გამოუსადეგარს. შესაბამისად, ჩვენთვის, ის არის მიუღებელი. ხო, იგივე თქვათ ეტლს მიჯაჭვული, საწოლს მიჯაჭვული, ასევე არის ძალიან ნეგატიური ტერმინები, იმიტომ რომ ანუ რაღაცნაირად ხას უსვამს იმას, რომ ამ ანუ რაღაც უბედურები არიან და თავისუფლება აქვს თქვათ შეზღუდული, ამიტომ არის არასწორი და სწორი არის თქვათ მწოლიარე ან ეტლით მოსარგებლე შესაბამისად. ასევე ხშირად აი რო არიციან რა თქვან და რაღაცა ფიქრობენ, აი არაჩვეულებრივები, განსაკუთრებულები, შენნაირ მდგომარეობაში ან შენნაირი ან ჩემნაირი რა ვიცი ხა მე ბევრი სხვა იდენტობა მაქვს თქვათ ხო უსინათლობის გარდა ანუ სიტყვაზე ქალიც ვარ რაღაცა იმერეთიდან ვარ მაგათი წარმოშობით რა ვიცი თესეუ მაგ დამთავრებულია იურისტი ვარ ანუ ჩემნაირი შეიძლება ბევრი გაგებით იყოს ვიღაცა ხო ან არ იყოს ამიტომ ესე რაღაცა რო ეშინიათ ხოლმე ამ სიტყვების და ამ ტერმინების ძალიან ისეთი უხერხული მომენტია, მაგრამ ყველაზე სწორი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. იმიტომ რომ ეს უსვამს ხას იმ რეალობას, რომ ჩვენ და თან ეს ნახეთ კიდე ერთი თემაა, რომ ასაც ამბობენ ხოლმე, რომ აი ვიღაცას ცეკვა არ შეუძლია, ვიღაცას ხატვა არ შეუძლია, მე რა, ანუ შეზღუდული სწორედაც ეხება არა იმას, რომ ვიღაცა ვერ ხატავს და ვიღაცა ვერ მღერის. ის ეხება ზუსტად ან იმ რაც თქვა საზოგადოება, რომ მიზღუდავს მაგათად განათლებას და სახელმწიფო, ხო? მათ შორის განათლების მიღების შესაძლებლობას, დასაქმების შესაძლებლობას. გუშინ ისეთი იმით მკითხა ერთმა, რომ შენო რა საქმე, როგორ არ მუშაობ? და მეთქი არ არის სამსახური და არ მუშაობ, თქო, ანუ არ მიღებს არავინ. თქვათ გადაადგილების შესაძლებლობა რა გვაქვს შეზღუდული, იმიტომ რომ ვერ დავდივართ, იმიტომ რომ გარემო არ არის მისაწვდომი. ეს მოიაზრება და არა ის, რომ მე ვერ ვხედავ და ამის გამო რაღაც ტრაგედია არის, რაღაცა ფერებს, ან რა ვიცი, რა ვიღაცის სახეს დავშვათ ვერ ვხედავ, ხო? და ზუსტად ანუ შიშემო პირებისადმი საზოგადოებას სხვადასხვა დროს აქვს ხოლმე სხვადასხვა მიდგომები და ქონია და ამებს მიმოვიხილე ახლა მოკლედ. ასე მაგალითად ერთ-ერთი მიდგომა არის ესეთი საქველმოქმედო მიდგომა. ანუ როდესაც მიიჩნევა, ანუ შიშიმო პირი არის საცოდავი, რაღაცა საწყალი, აუცილებლად ასოცირდება ეს რაღაცა დახმარება ჭირდება, ანუ თან არიციან, არ გეკითხებიან ხოლმე არანაირ საჭიროებას, მაგრამ აი ესე ჩემთვის მაგალითად ეს რაში გამოიხატება, ხო? ანუ ჩემთვის რო არ მithოვია ცხოვრებაში მოწყალება, ხურდები მოუწოდებიათ ქუჩაშიც, მაღაზიაშიც, მაგრამ არის უფრო რბილი გამოხატულებები ამისი, როცა თითქოს ხმასაც ვერ იღებ, მაგრამ თან ძალიან გწყინს რაღაცნაირად. აი, რაცა ერთად რომ მივდივართ სადმე, ან მეგობრები, ან თანატოლები, ან რაღაც საქმეზე და ყველა თავისთვის ყიდულობს საჭმელს და შენ როცა გინდა რაღაც იყიდო, უცებ იხდიან შენ ნაცვლად და არა ვითომ ამას ესე ლამაზად იფუთება რომ ნუ რა მოხდა მერე დაგპატიჟებ მაგრამ ანუ განცდა გაქვს უკვე რომ განსხვავებულობის განცდა გაქვს იმიტომ რომ ყველამ თავისი გადაიხადა და შენ არ ან იგივე თქვა ტაქსის ფულს როცა აგროვებენ რომ არ გრთავენ ან ნებისმიერი სხვა რამის ფულს როცა აგროვებენ მაგალითად და შენ არ გრთხოვენ არ გეუბნებიან ან შენგან არ იღებენ ესეც არის საქველმოქმედო მიდგომის ნაწილი და საქველმოქმედო მიდგომაში რა არის ზოგადად ცუდი, ხო? იმიტომ რომ ნუ ვიღაცამ შევეთქვას, რომ სიკეთეს რატომ ვუპირისპირდებით. არა, თქო უნდა სიკეთეს არ ვუპირისპირდებით, მაგრამ ერთია რომ არ გეკითხებიან ამ დროს შენი საჭიროება რა არის, უბრალოდ თვითონ რაც ფიქრობენ რომ რა არის შენი საჭიროება, იმას გიკეთებენ, ანუ შეიძლება ახლა
ვიღაცას მართლა ჭირდება ეს ფინანსური დახმარება და ძალიან ბევრ შშმ პირს და იმათ უნდა დაეხმაროთ კიდეც ფინანსურად რა თქმა უნდა, მაგრამ ვისაც არ ჭირდება ამ წუთას ხო, იმათ უნდა მოგცეთ საშუალება, რომ ჩვენიც გადავიხადოთ, სხვასაც გადავხადოთ, საჩუქარიც ვაჩუქოთ. იმიტომ რომ ეს მერე ნახეთ ჩვენშიც იწვევს, ჩვენ ვიღლებით ამ ბრძოლით და მერე ჩვენც უკვე აი ყოველ ჯერზე რაღაცას ვიღაც საჩუქარი მოგაქვს, რომ რატო შეწუხდი, არ გინდა ხო, ანუ მე ბოლო-ბოლო გეზარება და უკვე აღარ ფიქრობ, რომ სადღაც მიდიხარ და მაგალითად ვიღაც რაღაცა მიუტანო, ან გიჯდება ეს, რომ მაგალითად ვიღაცამ უნდა გადააგდოს შენი ნაგავი, ან ვიღაცამ უნდა დაგითმოს ადგილი და მე რომ არ გითმოს, მე ამაზე ბრაზდები. და ქვემოქმედებას ახლა მინუსები რა აქვს, ხო? ერთია, რომ ძალიან ხშირად ეს არის ხოლმე ნარჩენობის პრინციპით კიდევ, რომ ანუ რაც არ მენანება, ის თანახმავა რომ გავიღო, ხო? აი მაგალითად საზოგადოებას არ ენანება, რომ ადგილი დაგითმოს ავტობუსში, რომელიც ფეხზე დავშოთ დგავარ, ხო? თუ კარგად მოვკიდე ხელი რაღაცას სახელურს ჩვეულებრივად ვიქნები, ხო, ავტობუსში. მაგრამ ხშირად არ არის თანახმა იმაზე, რომ გაჩერებები რო არ ცხადდება, რომ გააპროტესტოს. ან ამავდროულად წუხდება ვიღაცა, რომ გაჩერებები ცხადდება, ხმოვანი შუქნიშნით წუხდება. ანუ ეს არის როგორ რაღაც იცით, რომ აი რაც არ ენანება, კაი, ადგილის დათმობა, რაღაცა ერთხელ საჭმლის ფულის რაღაცის გადახდა, ოღონდ მე შეიძლება სხვა დროს აღარ დაგპატიჟოს, იმიტომ რომ ვიღაცას შეიძლება მეორედ და მესამედ და ყოველ ჯერზე ხა მე ამას სულ ვუხადო, ეგრე არ მოუნდეს, ხო, მაგალითად. ანუ ეს ერთი ამბავია, რომ რაც თვითონ შეუძლია და უნდა იმას გაიღებ შენთვის და მინიმუმია, როგორც წესი ეს. და მეორე ამბავია, როდესაც ქველმოქმედია, ქველმოქმედი არის უფრო პრივილეგირებულ მდგომარეობაში გონია თავი და ვისაც ამ ქველმოქმედებას აძლევს, ის არის მასზე ნაკლები. ხა ჩვენი რონის პოლიტიკურ რეალობაში ჩვენ არ გამოგველება ამის მაგალითები და პრინციპში რასაც ახლა ვაპროტესტებთ დიდწილად ასევე ეს არის, ხო, რომ ანუ მინიმუმს გიგდებს და მერე არ გაძლევს უფლებას, რომ მეტი მოითხოვო. ხო, ანუ მეტი რა გინდა, აი, რაღაცა საჭრის ფულს გიხდი, რაღაცა უფასოდ ყველგან გეპატიჟები, ადგილს გითმობ და იჩეთ შენთვის იყავი კუთხეში, ხო, რა მეტი რა გინდა. არის საქველმოქმედო მიდგომა. გვაქვს ასევე სამედიცინო მიდგომა, რომელიც არის ამის პარალელური, რა თქმა უნდა. რომელიც შშმ პირს აღიქვამს, როგორც ავადმყოფს, რომელსაც ჭირდება განკურნება. და ამის გამოხატულება არის ხოლმე ძალიან ხშირად, როცა მე ადამიანებს რაღაც თემებზე ვესაუბრები, ვიცნობ ესე ისე, ბოლოს მაინც ინტერესი აქვს და არის თუ არა ჩემი დიაგნოზი განკურნებადი. და რამე ოპერაცია ხომ არ არის, ან რამე ხო არ გიცდია, ან შეიძლება არც იცოდნენ და არაფერი. შენ ფერებს არჩევ, ესე იგი რაღაცა კიდე გეშველება. ან იწყებენ მე რო არ მithქვამს არაფერი ჩემს ხედველობაზე, ანუ არ დამიწუწუნია, და ჩვენ დამშვიდებს, რომ ნუ გეშინია რაღაცას გამოიგონებენ. და ამისი ძალიან მავნებლობა ამისი არის ის, რომ მთელი ყურადღება გადადის შენს დიაგნოზზე. და ძალიან ხშირად მაგალითად ართულიანო ცხოვრება უნდა გქონდეს, რომ უნდა ისწავლო, რომ უნდა იმუშაო, ანუ მთელი ცხოვრება უნდა ეცადო, რაღაცებს ეძებდე, რომ იქნებ სადმე რამე განკურნების საშუალება მოიძიო და ამასობაში ანუ თვლიან ესე, რომ შშმ პირმა უნდა იცხოვრო იმისთვის, რომ იმკურნალო და არაპირიქით იმკურნალო იმისთვის, რომ იცხოვრო. და ძალიან ხშირად მშობლებიც ვარდებიან აი ამ სამედიცინო მოდელში და გადააყოლებენ ხოლმე ბავშვების ბავშვობას, იმ დროს როცა მათ უნდა ითამაშონ, უნდა ისწავლონ და გაერთონ, უნდა მიეჩვიონ საზოგადოებაში ურთიერთობას, ამ დროს გადააყოლებენ ამ კურნალობას და ეს დრო მე ძალიან ცუდად ახსენდებათ ბავშვებსა, ძალიან ტრავმულად. იმაზე არაფერს აღარ ვიტყვი და ძალიან ბევრ შარლატანთან მე მიიყავთ რაღაც ექსპერიმენტებში რთავენ, ხა რაღაცა ეს თემაა, რომ თურმე აუტიზმი იკურნება ღეროვანი უჯრედებით და ხალხმა სახკარი გაყიდა, სახელმწიფოსგან მოითხოვენ, რომ დააფინანსოს ეს პროგრამები და მიყავთ ესე სადღაც სხვა ქვეყნებში და რაღაცა ამაზონიდან იწერენ წამლებს და ცდილობენ, რომ ესე განკურნონ აუტიზმი, არა და ეს არის ექსპერიმენტი, ეს ჯერ არ არის დადასტურებული ამ კვლევის ეფექტურობა, არის ძალიან მტკივნეული, ძალიან დიდი ტრავმა არის ბავშვებისთვის ეს მთელი ოპერაციები და ნემსები და პროცედურები და მოკლედ ამას ეწირება ერთი სიტყვით განვითარება. ერთი მოდელი, რომელზეც ახლა ესე პირდაპირ უკვე აღარ ლაპარაკობენ, არის აი როგორ იცით, რომ ანუ შშმ პირი არის უსარგებლო ადამიანი და მოდი
მასზე ბევრ ფულს არ დავხარჯავთ, ხო? ხა, ნაცისტური გერმანიის დროს ნაცისტებმა პირდაპირ აადგნენ და შემოპირები ჩასვეს რაღაც გემში და ჩაძირეს მაგალითად. მაგრამ ეს მიდგომა იცით რაში ვლინდება ხოლმე, რომ აი ამბობენ, რომ შემოპირი რო ხარ, მოდი შვილს ნუ გააჩენ. მოდი რაღაცა ჯობია აბორტი გაიკეთო ან მაგალითად თუ იცი რომ შემობავშვი უნდა ყავდეს რომ ის უნდა მოიშორო ორსულმა ხო მამას წინათ ისეთი კომენტარის დაიწერა დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებზე ანუ ამაში ვლინდება მაინც ეს თუნდაც იმაში რომ რაღაცა ზოგან ისევ არის დაკანონებული შეშემოქალების იძულებითი სტერილიზაცია, იძულებითი კონტრაცეფცია და მათ შორის საქართველოშიც რაღაც ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, შეშემოპირთა პანსიონატებში 2010 წლამდე ქალი თუ ხდებოდა, ანუ ავტომატურად უკეთებდნენ სტერილიზაციას. და ანუ ზუსტად ეს არის, რომ არ არიან ეს ადამიანები, არ ვართ სასარგებლოები, არ ვართ ბუნებრივი მრავალფეროვნების ნაწილი და რაღაცნაირად უნდა მოგვიშორონ და რაღაცნაირად არ უნდა გამრავლდეთ. აი ეს არის მოკეთ ამ ესეთი მიდგომის ნაწილი და ანის აქვს ძალიან კარგი ისტორიები რელიგიურ მიდგომაზე. ეხლა მიყვებოდა თქვენს გაგაცინებთ მე მგონი. რელიგიურ მიდგომაზე არ ვიცი, ანუ ზოგადად საოცრება არ ეხლა ძალიან გვეცინება ამაზე. მაგრამ ალბათ სასაცილო არ არის სატირული რომ არ იყოს იდეაში. ანუ რელიგიური აღქმა რა არის საერთოდ შეშემოპირების, ხო? აი ძალიან ბევრჯერ უთქვამთ ხოლმე, რომ შენ რომ ხარ შეზღუდული შეძლებს მქონე ადამიანი, უკვე დასჯილი ხარ, შესაბამისად შენ უცოდველი ხარ, ანუ აი რაღაცა ცოდვები არ გეცვლება და მაგ დროს მეგობრებო ბოლო ხმაზე მინდა ხოლმე ვიყვირო რომ ანუ ცოდვილი ვარ. ცოდვილი ვარ, არ ვარ უცოდველი. ანუ ხო რაღაცნაირია, რომ აი რაღაცა რაზე უნდა ვამტკიცებდეთ ამას საერთოდ, ხო რომ ცოდვილები ვართ, მაგრამ ნუ ან თუ მასე დავიწყებთ ლაპარაკს არ ცოდვებზე და ცოდვების ქონა არ ქონაზე, რა ვიცი, ან ჩვენ ზუსტად ისე გვაქვს ცოდვები, როგორც მაგალითად თქვენ. კიდევ ერთი ახლა TikTok-ი მაქვს და იქ რაც საოცრებებს მიწერენ ხოლმე, სხვა შორის კიდე რაღაცებს მოგიყვებით მაგაზე, მაგრამ ნუ აი რამდენიმე დღის წინ მომწერეს, რომ თურმე მე რაღაცა განსაკუთრებული ძალა მაქვს, ჩემში უფალი ცხოვრობს და ჩემს დალოცვას აქვს რაღაცა განსაკუთრებული არ ვიცი ძალა. რა ვიცი, ანუ მე დარწმუნებული ვარ, რომ აქ ამის იმტკიცება არ მომიწევს და თქვენ უპირობოდ გჯერათ, მაგრამ რა ვიცი, არანაირად არ ცხოვრობს ჩემში უფალი. ჩვეულებრივი მოკვდავი ვარ. უბრალოდ ერთი განსხვავება შეიძლება ისე, რომ თქვენ ხედავთ რაღაცებს და მე ვერ. ან თქვენ შეიძლება ამწუთოს მე მხედავს და მე თქვენ ვერ გხედავთ. ანუ ეს არის განსხვავება, სხვა არაფერი. ხო, და აი სხვა შორის TikTok-ი ვახსენეთ და ძალიან ხშირად მეკითხებიან ხოლმე იქ ბევრ რაღაცებს, ზოგი არის ცოტა ესეთი სახალისო, მე მაგალითად ეს რაღაცებს საერთოდ არ ვბრაზდები, გულწრფელად რომ გითხრათ. ზოგი ესეთი სახალისოა, ზოგი აი ძალიან საინტერესო კითხვები არის ხოლმე და აი მაფიქრებს სხვათა შორის იმაზეც თუ როგორი კონტენტი უნდა შევქმნათ. და ახლა თქვენც მოგიყვებით სხვათა შორის იქიდან გამომდინარე, აი ძალიან ხშირად მეკითხებიან როგორ წერ, როგორ კითხულობ, ხო? რა ვიცი, ანუ მე როგორც უსინათლო ადამიანი წერა კითხვა შემიძლია ბრაილის შრიფტით. მაგრამ უფრო აქტიურად ამ ბოლოს უკვე რაც უნივერსიტეტში ვსწავლობ და ისედაც ან საქმების კეთება რომ მიწევს, ვიყენებ კომპიუტერს, ტელეფონს, ანუ ტელეფონს ზუსტად ისე როგორც თქვენ ახერხებთ გამოყენებას, მეც ისე ვიყენებ. აი ვახსენე რომ აქვს TikTok-ი, ჩემით მართავ ჩემს სოციალებს, ხო, Facebook-ი, Messenger-ი, აბსოლუტურად ყველაფერი, WhatsApp-ი, ანუ ყველაფერი. და ნუ ასევე კომპიუტერშიც ვახერხებ ამ ყველაფერს. არსებობს სპეციალური ეკრანის წამკითხველი პროგრამა, რომლის დახმარებითაც ჩვენ ამას მართავთ და ვაკეთებთ. ეს არის ერთი ანუ ტექნოლოგიური განვითარება და ტექნოლოგიური განვითარება ძალიან ბევრ შემოპირს ადგება, მაგალითად ყრუ ადამიანები ძალიან აქტიურად იყენებენ, როგორც ვიცი და თათიაც და გვიდასტურებს ალბათ, ყრუ ადამიანები ძალიან აქტიურად იყენებენ speech to text ან პირიქით ან speech to text
პროგრამებს, ან უბრალოდ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, ანუ speech to text, რა ვიცი, ახლა მე ძალიან ისე ვამბობ, შეიძლება მაგალითად მე დამჭირდეს პირობითად, ხო, და მე ვუთხრა რაღაც ტელეფონს და დაუწეროს და ისე გაიგოს ხო ადამიანმა. იმან ტექსტურად დამიწეროს და მე text to speech პროგრამით მე წავიკითხე, text to speech პროგრამა ქვია იმას, რასაც მე ვიყენებ. და ასე შემდეგ. დამხმარე საშუალებები არის ის რესურსები რეალურად, რაც ჩვენ გვეხმარება, რომ სრულფასოვნად ვიყოთ ჩართულნი საზოგადოებრივ ცხოვრებაში. სწორედ ასეთი არის მაგალითად დამხმარე საშუალება თეთრი ხელჯოხი ხო, რაც მე ხელში მიჭირავს და ამით ახერხებ რომ აღვიქვა რა ხდება ჩემს გარშემო. ასეთი დამხმარე საშუალება არის ეტლი, ხო, რომლითაც ადამიანები გადაადგილდებიან, ვისაც ფიზიკური შეზღუდვა აქვს, ხო? ასეთი დამხმარე საშუალება არის მენის აპარატი, პირობითად ძალიან ბევრი დამხმარე საშუალება არსებობს. დამხმარე რესურსებში ასევე გადის მაგალითად პერსონალური ასისტენტი და ადამიანი თუ აირჩევს რომ ყავდეს პერსონალური ასისტენტი, პირობითად მას შეუძლია, მე მაგალითად არ ვირჩევ რომ ყავდეს პერსონალური ასისტენტი, ხო, რომ ადამიანი რომელიც ასე შეასრულებს იმას, რაში მხარდაჭერაც მჭირდება მე როგორც შეშემო ადამიანს, რომ შევძლო დამოუკიდებლად ცხოვრება, ხო? ასეთი დამხმარე რესურსი არის მაგალითად გამცილებელი, ხო, რომ უსწრაფო ადამიანებს მაგალითად ხო, არა, გამცილებელი ადამიანები. სერვისიც არის, ხო, ეს მომეორება რომ სერვისიც არისო და ამ შემთხვევაში მე გულისხმობ კონკრეტულად ადამიანს, ხო, რომ ანუ მაგალითად უსნათლ ადამიანს შეიძლება ჭირდებოდეს განსაკუთრებით საქართველოს პირობებში ადამიანი, კი ბატონო, სერვისი, რომელიც დაეხმარება მას გადაადგილებაში, ხო, ქუჩაში, გარემოში, იმიტომ რომ არ არის მისაწვდომი და ყველა ვერ ახერხებს, რომ დამოუკიდებლად გამოვიდეს და ასე შემდეგ. მოკლედ, აი ეს ყველაფერი ჩვენ გვეხმარება, რომ შევძლოთ დამოუკიდებლად ცხოვრება, ვიყოთ ჩართული საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, ეხლა მე ეს ყველაფერი რაც მოგიყევით, ან ძალიან წირია, ბევრად მეტი არსებობს, ბევრად მეტი დამხმარე საშუალება არსებობს. ანუ რა ვიცი, ეხლა გულწრფელად რო გითხრათ, არ ვიცი, ამერიკაში რაღაცა ისინი აქვთ სათვალეები აქვთ ხო სპეციალური, იკეთებ და რაღაცა შეგიძლია რაღაცა შეხედო, ის ფოტოს უღებს და გეუბნება რა არის შენ წინ. და ასე გადაადგილდებიან სხვა შორის ადამიანები. ასევე აი ალბათ ბევრს გაგიგიათ განსხვავებული ძაღლები, ხო? ანუ გაიდიდოგებს ვეძახით. ისიც ყავთ სხვა ქვეყნებში განვითარებულ სახელმწიფოებში, საქართველოს სამწუხაროდ ჯერ ეს სერვისი არ გვაქვს. ასევე აი გარემოსთან მიმართებით დამხმარე კომპონენტები და ზოგადად აი უნივერსალური დიზაინზეც მინდა გითხრათ, უნივერსალური დიზაინი არის ის ასე ვთქვათ მექანიზმი, რომ ჩვენს გარშემო არსებული გარემო მოეწყოს ისე და არა მხოლოდ გარემო, და ზოგადად ისე რომ იყოს ყველასთვის მისაწვდომი, არა მხოლოდ შეშემო ადამიანებისთვის, არამედ აი არის მოხუცებისთვის, ორსულებისთვის და ასე შემდეგ. და რა ეს გულისხმობ, მაგალითად თქვენ თუ შეიძლება თქვენ მე გახსოვდეთ პირობითად, არ ვიცი, სხვადასხვა ვიდეოებიდან, სადაც სულ საუბრობ ხოლმე იმაზე, რომ არ ვიცი, ანუ ხმოვანი შუქნიშნები არ არის, რელიეფური ფილები არ არის და ასე შემდეგ, ხო? ანუ ეს ყველაფერი, ანუ გარემოში გადაადგილების პროცესში რაც გვჭირდება, არის უნივერსალური დიზაინის ნაწილი და ესეც დამხმარე საშუალებაში გადის. ნუ პანდუსიც რა თქმა უნდა. ეს არის რაც შემიძლია გითხრათ, რა თქმა უნდა, უფრო მეტის თქმა შეიძლება, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გეუბნებით, ძალიან ბევრი დამხმარე საშუალება არსებობს. მაგრამ ნუ აქ ამაზე ახლა ესე დაწვრილებით რომ ვისაუბროთ, შეიძლება 2 დღე გაგრძელდეს, ამიტომ თავს აღარ შეგაცდა. ერთ დავამატებ, აგერ მაგალითად არჩევნების თემა არის ახლა ჩვენთვის ძალიან მტკივნეული და არჩევნებისთვის გვაქვს ჩარჩო ფორმა გიას ვთხოვ რომ მომაწოდოს. ანუ ფორმა არის, რომელშიც ბიულეტენს ათავსებ და მე იმით იქ ხელით გადაითვლი, თქვათ რიგით მე რამდენი არის და მე ან გააფერადებ, ან შემოხაზა, მოკეთ სიტუაციიდან გამომდინარე ერთი წუთით. ცოტა ხელჭოხეში. ანუ ეხლა რა თქმა უნდა ძალიან ისე მიჭირავს რაღაცნაირად რა, მაგრამ ნუ აი რომ ნახოთ,
ესეთი ფორმა არის ბიულეტენი ამ წუთას არის რაღაც ფურცელი არის ეს ცოტა ძველი ფორმა არის ანუ ახლანდელ ბიულეტენებს ცოტა სხვანაირი ფორმაში დებენ მაგრამ ნუ პრინციპი არის ეს და ნუ ხელით შეგიძლია ესე შეეხო და გადათვალო თქვათ მე რამდენი და რაღაცა კალმით გააფერა და ნუ ხელით აღქმადია და მას შემდეგ რაც ბიულეტენს თქვათ ამოიღებ ფურცელს არანაირი კვალი არ რჩება მე ვისაც გინდათ შეგიძლიათ დატესტოთ და ანუ არავინ არ იცის რომ ეს არის თქვათ უსინათლოს ისა შემოხაზული რაღაცა ხმა ანუ ამ არც ამ ჩარჩო ფორმას არ ეტყობა არც მას რა ქვია ბიულეტენს არ ეტყობა ეს ჯობია მაგიტო ჯობია ეს თქვათ ბრაილის შრიფტით დაბეჭდილ ბიულეტენს იმიტომ რომ ბრაილის შრიფტით შეიძლება რა ვიცი ერთი უსინათლო იყოს თქვათ უბანზე ან ორი და ძალიან ადვილი იქნება ფარულო ნუ ჩვენ შემთხვევაში ამ სიტუაციაში ფარულობა მაინც დარღვეული იყო იმიტომ რომ თურმე გაჟონა და ჩვენ ეს შეიძლება ვერც დავინახეთ რომ და ვერც დავფარეთ თქვათ ეს ჩვენი ბიულეტენი მაგრამ ნუ ეს იდეაში არის მოკლედ ამის პრევენციისთვის შექმნილი ეს ჩარჩო ფორმა ეხლა გადავალ ზუსტადაც პრინციპში ძალიან ებმის ეს თემა სოციალურ მიდგომას რომელიც არის სწორი ანუ მე ახლა გესაუბრეთ ძირითადად არასწორ მიდგომებზე შეზღუდული შესაძლებლობისადმი და რა არის სწორი მიდგომა ხო და აქედან გადავალთ იქამდე ჩვენ ამ პროტესტშიც რა როლი გვაქვს ხო ანუ სოციალური მიდგომა ამბობს რომ ის რომ შემოპირი ვერ სწავლობს გარეთ ვერ გამოდის ვერ მუშაობს ვერ მოგზაურობს ეს მისი დაავადების ხო ბრალი კი არ არის და მისი დიაგნოზის არამედ ეს არის იმის ბრალი რომ არ არსებობს საკმარისი სერვისები რაც ან იმ ჩამოთვალა იქნება ეს გამცილებელი ჟესტური ენის თარჯიმანი პერსონალური ასისტენტი იქნება ეს დამხმარე საშუალებები თქვათ ხელჯოხი თუ ხელჯოხის გამოყენების სწავლება იქნება ეს თუ დავუშვათ გარემო ხო როგორიც არის გაჩერებების გამოცხადება ავტობუსში როგორიც არის ხმოვანი შუქნიშნები როგორც არის ტაქტილური ბილიკები და მაჩვენებლები და მაგალითად ლიფტში ბრაილის შრიფტით წარწერები სართულების თვითონი მომაწოდე ხელჯოხი აი ეს არის სოციალური მოდელი რომელიც ამას განიხილავს პრობლემად და დაარღვევად და ამბობს რომ პრინციპში თუ აი ეს პრობლემები აღმოიფხრება მე შეგვეძლება ვთქვათ ნუ იდეალურ შემთხვევაში რომ ჩვენ საზოგადოების სხვა წევრებისგან არაფრით არ გამსხვავდებით თუმცა ზოგადად რა თქმა უნდა ისედაც ყველანი ერთმანეთისგან განსხვავდებით და ყველას ჩვენი რაღაცა საჭიროებები გვაქვს სხვადასხვა ისტორიები და სხვადასხვა პრობლემები რომლებსაც ან გადავლახავთ ან ვერ გადავლახავთ ზოგადად ისედაც ხო აქედან გამომდინარე ჩვენც როგორც საზოგადოების სრულფასოვანი წევრები ვიღებთ რა თქმა უნდა მონაწილეობას დემონსტრაციებშიც რავი გვაჯარიმებენ კიდეც აყვანან რამდენიმე დაჯარიმებული შშმ პირი არაერთხელ დაჯარიმებული შშმ პირებიც მათ შორის ხო სამსახურიდანაც უშვებენ შშმ საჯარო მოხელეებს პოლიტიკური ნიშნით ყველანაირი სოციალურის მოხსნითაც ემუქრებიან პირადობებსაც ართმევენ იმითაც ემუქრებიან რომ ეხლა მაგალითად სხვადასხვა დღის ცენტრი და სხვადასხვა ორგანიზაციას ქონდა უზუფრუქტით გადაცემული სახელმწიფოსგან შენობები და ეხლა გამოაცხადეს რომ იცით რა უფასოდ აღარ გასარგებლებთ ამ შენობებით და უნდა გადაიხადოთ კომერციული ფასი, ქირა, იჯარა ამ შენობებში და ნუ რა თქმა უნდა ერთ სიტყვით იმის თქვა და ჩვენც ამ ყველაფერში ისევე ვართ ჩართული როგორც სხვა ყველა მათ შორის თემა განცხადებაც შევიმუშავეთ, დავწერეთ ინგლისურად და დავარიგეთ საერთაშორისო ორგანიზაციებს გავუგზავნეთ, კიდე გავაგრძელებთ გაგზავნას, რომ ამ პროტესტის დროს შშმ პირთა უფლებები როგორ არის შელახული. იმაზე არაფერს აღარ ვიტყვი, რომ შშმ პირთა მშობლებსაც აჯარიმებენ და დევნიან და ეს ადამიანები ქართულ რეალობაშიც არ გვაქვს საკმარისი სერვისები, რა თქმა უნდა, არიან შშმ პირებისთვის მთავარი სერვისის მიმწოდებლები და ხშირად ამის გამო ვერ მუშაობენ. და შესაბამისად მათი დაჯარიმება, რა თქმა უნდა, პირდაპირ აისახება თვითონ შშმ პირზეც რა, ანუ შშმ პირზიც ფაქტობრივად გამოდის ამ სიტუაციაში დაჯარიმებული. ზუსტად ამ ყველაფრის თქვა მინდა რომ ძალიან ხშირად ჩვენც დავდივართ ამ აქციებზე და ანუ ეს არ არის რომ რაღაცამ ერთი ორჯერ გითხრა რომ თქვენ არ შეწუხდეთ, არ მოხვიდეთ, ესეც რაღაცა ქველმოქმედების მიდგომის ნაწილია, რომ ვითომ დაგზოგავენ, რომ არ შეწუხდეთ, ჩვენ ვიბრძვით აქ თქვენთვის და ვიბრძოლებთ. იქ ვიღაცა ცოტა რელიგიური მიდგომაც გააზია, თქვენ გოგოები კი არა, ანგელოზები ხართო, გითხრათ, ანუ მოკლედ
ძალიან ბევრი ესეთი თემა. რა თქმა უნდა, ამ თემებზე საუბარი ჩვენ არანაირად არ გვეუხერხულება და არც არანაირ კითხვებზე პასუხების გაცემა. სხვა შორის აი ანიმ თქვა ხო რამდენიმე და მეც მაქვს ისე რამდენიმე სიზმრებს თუ ხედავენ სინათლოები, მაგალითად ძალიან ხშირად მეკითხებიან და კი სიზმრებსაც ვხედავ, სადღაც იმის ფარგლებში ალბათ რა მხედველობაც მაქვს და რაც მახსოვს, შეიძლება ვიზუალი ნაკლება და უფრო ვიცი რა ხდება, რა სიტუაცია. უფრო ეს არის ხოლმე ჩემი სიზმრები და ეხლა გადავალ უფრო კონკრეტულ წესებზე თუ რა უნდა გააკეთოთ, აი შემოპირის და კონკრეტულად უსინათლოს თუ დაინახავთ, კონკრეტულად რა შეიძლება გამოგადგეთ. ვიდრე ამაზე ვისაუბრებთ, რაღაცნაირად უცბად მომივიდა, რომ მინდა მოგასმენინოთ ხმოვანი პროგრამა, რომელსაც ვიყენებ ტელეფონში და კომპიუტერში, მეც ესმას და უსინათლო ადამიანებს ზოგადად, ვინც ვერაფერს ვერ გაიგებთ, ძალიან სწრაფად საუბრობს, მაგრამ მინდა დაახლოებით წარმოდგენა გქონდეთ, რას ვუსმენთ. ეს არის მეგობრებო, მოკლედ ეს არის ის პროგრამა, ეკრანის წამკითხველი, რომლის მეშვეობითაც ვახერხებთ ტექნოლოგიების გამოყენებას და ძალიან შეიძლება მეკითხებიან ხოლმე და აი რაღაცა გამომცდელადაც რომ ხა მაინც გონიათ რომ ვიღაც გვიკითხავს და არა, ნამდვილად აი თქვენს მოისმინეთ ახლა რომ ნამდვილად ეს პროგრამა კითხულობს ეკრანზე გამოსულ ინფორმაციას. აი იქ არის რაღაცები რომ მაგალითად და მაგალითად არ ვიცი, სკრინებს ყოველთვის ესე ხარისხიანად ვერ ვკითხულობთ, ხან საერთოდ ვერ ვკითხულობთ, იმიტომ რომ ვერ აღიქვამს ქართულ ტექსტ სკრინზე პროგრამა და ძალიან ვიხვეწებით ხოლმე სხვათა შორის, აი განსაკუთრებით არ ვიცი, მედიებს ვთხოვთ ხოლმე, ორგანიზაციებს და პოლიტიკურ პარტიებს, რომ იქნებ ინფორმაციები, რასაც დადებთ სკრინად, რომ ტექსტადაც დაურთოთ, თუნდაც კომენტარში და მითითებული იყოს, რომ აი ბეჭდური სახით არის დაწერილი კომენტარში ან სადღაც არ ვიცი პოსტში თვითონვე. ხო, ეს არის ხო შეიძლება ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თუ აქ არ ვიცი ხართ მედიები, ორგანიზაციები და ასე შემდეგ და გაითვალისწინებთ ამას, ეს არის ძალიან კარგი პრეცედენტი. სხვა შორის ამ პროტესტის ფარგლებში რამდენიმე გვერდმა ეს გაითვალისწინა კიდევ ჩემი ერთი კომენტარის შემდეგ და ძალიან მიხარია, იმიტომ რომ ეს არის ერთმანეთს უნდა დავინახოთ. ერთმანეთის საჭიროებები უნდა გავითვალისწინოთ. რაც შეეხება იმ წესებს, ახლა რაღაცა ესეთი ალბათ ბედი აი შემგონი არა. ბევრი საკითხი არის ალბათ ამ მიმართულებითაც, რისი თქმაც შეიძლება, მაგრამ აი პირადი გამოცდილებებით მოგიყვებით რა. მე მაგალითად ძალიან და არა მხოლოდ მე, ყველა შშმ ადამიანს ძალიან არ მოგწონს, როდესაც გვეხმარებიან ისე, რომ არ გვეკითხებიან. აი რა ვიცი, მეგობრებო, ახლა ქუჩაში დამოუკიდებლად გადავაადგილდები და წარმოიდგინეთ, მე რომ მაქვს მონიშნული ახლა, რომ აი სადღაც უნდა მივიდე, რაღაცა კონკრეტული მარშრუტი მაქვს და თან არ დაგავიწყოთ სინათლოებს, რაღაცა კონკრეტული მარშრუტი გვაქვს ხოლმე, როგორც წესი დამახსოვრებული. და იმას უნდა მივიღოთ, რაც ორიენტირები გვაქვს ხო, რითაც ხვდებით, რომ ამ კონკრეტულ ლოკაციაზე ვარ და ამ დროს მოდის ვიღაც და უცბად გაცილებს რაღაცას. ჩემთვის შეიძლება აი აქ რო კიბე არის პირობითად ხო, აი უბრალოდ რაღაცა ბარიერი სიტყვაზე. აი ეს იყოს ორიენტირი. და ამით მე შეიძლება ვხვდებოდა რომ ახლა ვარ რაღაცა კონკრეტულ ძეგლთან, ან რაღაცა არ ვიცი, გადასასვლელთან და ასე შემდეგ. ამიტომ ამას კი უნდა ამაცილო ხო, თუ ძალიან ისეთი საფრთხე არ არის ხო, მაგალითად ჭას არ აქვს, მაგალითად თავსახური ახდილი პირობითად არ უნდა ამაცილო ამას. ან უნდა მკითხო, რომ იცი რა, შენ წინ არის ეს და ხომ არ გინდა რომ გაიციო ან რაღაც გას. აი ძალიან ხშირად მაგალითად კიდევ ესკალატორზე გადასვლისას და ესმაც დამეთანხმება ამაში, რომ აი უცბად მოვარდებიან და აი ხელში აყვანი. აი ბოდიში რა ესმას გავუკეთებ, ახლა რას გვიკეთებენ ხოლმე? აი ასეთ რაღაცას რომ ასე გწევენ ხო, რომ იმიტომ რომ ეშინიათ რომ არ დაეცეთ ახლა. როდესაც შშმ ადამიანი გარეთ გამოდის დამოუკიდებლად, ხო? ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ იმას ესე იგი დამოუკიდებლად გამოსვლა შეუძლია. მე მესმის რომ არ არის მისაწვდომი გარემო და ასე შემდეგ, მაგრამ ესე იგი იმას ეს გააზრებული აქვს და ამიტომ გამოდის. ამიტომ ერთ-ერთი პირველი ძალიან მნიშვნელოვანი წესი არის ის, რომ უნდა ვკითხოთ ადამიანს სურს თუ არა დახმარება. ახლა, როდესაც ამას შევეკითხებით და გავიგებთ, უნდა თუ არა დახმარება და თუ გვითხრა ადამიანმა, რომ მას სურს ჩვენი დახმარება,
უნდა ვკითხოთ როგორ დავეხმაროთ. ეს მოდიში კიდევ უნდა გავაკეთო რაღაც, იმიტომ რომ ძალიან ხშირად, აი მაგალითად ჩემთან მოდიან ადამიანები და ხო, ანუ ერთი რომ არ მეკითხებენ, მაგრამ ანუ მოდიან და მე ესე მაწვებიან, ხო? და ამ დროს მე შეიძლება უცბად მოდიში, უცბად შეიძლება ვერ გავიაზრო სად მივდივარ, ვერ შევძლო ხელჯოხის დამორჩილება მათ შორის, იმიტომ რომ ამ ხელჯოხს აქვს თავისი გამოყენების წესი და ნუ უფრო ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა. აი მაგალითად ავტობუსიდან რომ ჩამოვდივარ ხოლმე, ესე მოდი ეს სათხარკით. აი ასე ხელჯოხს ესე მიწევენ. ხელჯოხი სადაც მიჭირავს, იმას მიწევენ. ეს არის მეგობრებო ძალიან საფრთხის შემცველი ამბავი, იმიტომ რომ თუ ადამიანს ჩვენ ხელჯოხს ავუწევთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ვერ გაიგებს სად დგამს ფეხს. ეს არის ანუ ზოგადად ხელჯოხს არ უნდა შევეხოთ საერთოდ რა, რაღაცა ეს ბარიერის საფრთხის აცილება კი არა, პირიქით ადამიანის საფრთხეში ჩაგდება და მე გულწრფელად გეტყვით, რომ აი გადაადგილების პროცესში ყველაზე მეტად ვენდობი ჩემს ხელჯოხს. აი არავის რაღაცა ოჯახის წევრსაც კი შეიძლება არ ვენდო გადაადგილების პროცესში ისე როგორც ხელჯოხს. ეს ალბათ ჩემი სუბიექტური დამოკიდებულებაა. ხო კიდევ რა შეიძლება რომ გითხრათ, მოკლედ ძალიან ხო კიდე აი ძალიან ხშირად მაგალითად ადამიანები ქუჩაში რომ ხედავენ, ვიქნევენ ხელს. ახლა ეს მას ხელს ვუქნევ და ხედავს. ანუ ან გვიღიმიან და ასე გვესალმებიან, ხო? ან რას თავს გვიკრავენ. ანუ მეგობრებო, თუ ჩვენთან მოსალმება გინდათ, უნდა მოხვიდეთ ახლოს და გითხრათ რომ ან გამარჯობა, მე ვარ, რა ვიცი, ანა, რაღაცა სიხაშვილი და თუ მაგალითად რაღაცა ყოველდღურად არ ხვდებით ამ ადამიანს, ალბათ დავუკონკრეტოთ სად შევხვდით. ესეც კარგი იქნება, იმიტომ რომ გავახსენოთ ასე თავი. ხო, ანუ იმიტომ რომ აი ძალიან ხშირად ადამიანები რა რაღაც შეხვედრებზე მაგალითად რო გვიწევს ყოფნა და ასე შემდეგ, ან შორიდან ან შეიძლება გაგიღიმა და მე მგონია რომ არ მომესალმა, საერთოდ არ მოვიდა ჩემთან და მე ვარ ხოლმე ძალიან გაბრაზებული რა რატო არ მოვიდა. ამიტომ რო არ გაუბრაზე, ეს რა თქმა უნდა ხუმრობით ჯობია რომ მოხვიდეთ და მოგესალმოთ. აი კიდევ არის ხოლმე ძალიან უხერხული სიტუაცია, ახლა მაგალითად მე ეს ვუშვერეს მას რომ ჩამოვართვა, ხო, ვერ გაიგო. ანუ ვიდრე მე არ ვეთქვი მას რომ ეს მაინც რა ხელის ჩამორთმევა მინდა და მე ეს ხელს ჩამოვართმა, იქამდე ის ვერ მიხვდება რომ მე მას ხელს ვუშვერ. ამიტომ უკეთესია რომ დავუკონკრეტოთ რომ იცი რა ეს ხელის ჩამორთმევა მინდა და თუ შეიძლება ჩამოგართმა. ან ხო. საუბრის დროს ადამიანებს როცა ვესაუბრები და ეს არის ჩემთვის ანასთვის გეტყვით სუბიექტური, მაგრამ ზოგადად რო ვთქვათ, მოდით უპატივცემულობა არის ადამიანის, როცა ვესაუბრებით ადამიანებს არ გვიყურებენ. ანუ აი რა ვიცი რაღაცა, ან თვითონ როცა გვესაუბრებიან ჩვენ კი არა ჩვენს თანმხლებს ესაუბრებიან, ხო? ხო, ანუ ეს რაღაცა eye contact, ანუ თვალის კონტაქტს დამყარებენ ჩვენთან, რადგან ვერ ამყარებენ, თვლიან რომ ნუ აი ჩვენ რაღაცა კი არ უნდა გვიყურონ, ჩვენთან ერთად ვინც არის, იმას უნდა უყურონ. და მე მაგალითად ყოველთვის ხვდები ხოლმე ამას რომ არ მიყურებენ და ძალიან ბრაზდები მაგაზეც. ბრაზდები რა, ანუ ახლა ეს ბრაზდები ბჭყალებში რა თქმა უნდა, თორე სულ ვცდილობ მე რაღაცნაირად რომ ვაჩვენო რომ უნდა მიყუროს და ეს არის ერთი ჩემი გამოცდილება ადამიანის რომელიც არის აქტიური, იცის თავისი უფლებები და ესე შემდეგ, ხო, მაგრამ მოდი გავიაზროთ რომ არსებობენ ადამიანები რომლებიც ასე ვერ გამოხატავენ, ანუ იმასაც ვერ აკეთებენ, რომ მაგალითად თქვენ გითხრან რომ იცი რა მე არ მომწონს შენ როცა მესაუბრები და არ მიყურებ. ხო რა ვიცი, აი მაგალითად კიდევ ერთი რაც მინდა დავამატო, აი ყრუ ადამიანებთან კომუნიკაციის დროს ხოლმე ძალიან ეშლებათ ადამიანებს რომ აი დაცაფულები ბოლო ხმაზე ყვირიან და ეუბნებიან, სხვა შეგზე გუსნიათოებთანაც ჭირდა, მოდ არ ვიცი რა და არც ეს მე დამეთანხმები, ხო? კი რა. აი რო გვესაუბრო ხმამაღლა გვესაუბრებენ, არ ვიცი რატო. მაგრამ ნუ აი ყრუ ადამიანებთან აქვთ ხოლმე რომ აი დაცაფულები და ჩქარა და ხმამაღლა ესაუბრებიან. არა, ჯობია რომ აი კარგად მკაფიოდ, რა ვიცი, ვამოძრაოთ თუჩები თუ ასე, იმიტომ რომ ზოგი ყრუ ადამიანი ასე იგებს ინფორმაციას, ზოგი რაღაცა მიმიკებით და ასე შემდეგ, ანუ ამაზე ალბათ თავად უფრო კარგად ისაუბრებენ, მაგრამ ზოგადად რო ვთქვათ, ეტლით მოსარგებლე ადამიანების თემაც რომ ვთქვათ, ეტლით მოსარგებლე ადამიანთან თუ დიდხანს გვიწევს კომუნიკაცია, უკეთესია რომ მის დონეზე ვიყოთ, ასე ვთქვათ.
ის დონეზე. ოღონდ ისე არა, რომ რაღაცა უხერხულობა შევუქმნათ მასაც და ჩვენც უხერხულობა შევიქმნათ. მოკლედ, ბევრი საკითხი არის ესეთი. ალბათ ეს მათ დაამატებს, მაგრამ ზოგადად ეს არ არის რაღაც ესე წესები ხარ. მაგალითად, თქვენ რო ხარ შემხვდებით, მე ის კი არ უნდა მითხრათ, რომ ვაიმე არა გუშინ რომ შენ თქვი, ვაიმე რამე არ შემეშალოს, ესეც დისკომფორტია, იცით, როცა იმაზე საუბრობენ, რომ აი რაღაცა ვაიმე ეს ვისწავლე და ხო არ შემეშალო და ეშინია. არა, ანუ თავისუფლად ეს გამჯდარი უნდა იყოს და თუ რაღაც შეგეშლება, ანუ ისიც არ არის პრობლემა, რომ ვაიმე აი შემეშალო უკაცრავად. რა თქმა უნდა, კარგია რომ იცოდე როგორ მოეცა, მაგრამ ესა დემონსტრირებულად არა, რომ აი შეშემო პირთან განსაკუთრებული მოპყრობაა საჭირო. არა, მეგობრებო, შეშემო პირთან რაღაც განსაკუთრებული მოპყრობა და ზეციური ძალები არ არის საჭირო ნამდვილად. ან ჩვეულებრივად შეგიძლია ჩვენთან მოიცეთ, უბრალოდ ეს არის ძალიან ესეთი მარტივი წესები. ეხლა რადგან ჩვენ საპროტესტო აქციაზე ვართ და არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, რომ აქ ადამიანები დაურბევიათ, იმასაც გეტყვით, რომ აი თუ თქვენ ოდესმე დაინახავთ ეთნიკმოსარგებლე ადამიანს, ან რა ვიცი, უსინათლო ადამიანს, ფაქტობრივად გეტყვით, რომ არ ვიცი, ანუ უნდა დაეხმაროთ, იმიტომ რომ როდესაც უსინათლო ადამიანი ხდება ძალიან ისეთ ხმაურში, კარგავს ორიენტაციას და ამ დროს მას ჭირდება მხარდაჭერა. ამ დროს მე ვერც კი გეტყვით, რომ კითხეთ დახმარება ჭირდება თუ არა, იმიტომ რომ რეალურად ეს არის უკვე ემერჯენსი სიტუაცია და ამ დროს ყველა რაც თავის გადარჩენაზე ფიქრობს. ამიტომ ამ სიტუაციაში ცოტა განსხვავებულად და ამას კიდე სხვა პროტოკოლი აქვს, რადგან ალბათ ძალიან გამიგრძელდება, რომ ვისაუბრო. მოკლედ, ხო, არ ვართ შეშემო ადამიანები, ზეციური ადამიანები, ჩვეულებრივი ადამიანები ვართ, უბრალოდ ჭირდება მიღება და დანახვა და ერთმანეთის საჭიროებების გათვალისწინება. მუსიკა ეხა ზუსტად ისე ემთხვევა ხა დასკვნით რაღაცა სიტყვებს, რომ რა ვიცი ძალიან უხდება, მე მგონი ფონი. ასე თუ ისე კი შეიძლება რაღაც ყურადღება გაიფანტოს, მაგრამ მაინც. ხო, მეც დავამატებ ხა ან იმ რაც ილაპარაკა, ნუ აქციაზე პროტოკოლი სიმართლე გითხრათ, მასე ჩვენც არ ვიცით, იმიტომ რომ ეს ალბათ ექსპერტებმა უნდა იცოდნენ, ხო, მაგრამ ნუ რეალობა ის არის, რა თქმა უნდა, რომ არ გვეცოდინება საით უნდა გავიქცეთ, სადა არ არის დაუშვათ, არ ვიცი, გაზი თუ წყლის ჭავლი თუ რაც არის ხოლმე, რეზინის ტყვები და რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში აუცილებლად მხედველის დახმარება დაგჭირდება გამოსვლაში. და ნუ პლუს კიდე ხა ჭყლეტა როცა წარმოიშვება მით უმეტეს. ხო, და მეორე ამბავია, რომ აუცილებლად მივესალმოთ უსინათლოს, ჩვენ ძალიან გვიხარია, როცა ან მარტოები ვართ, ან ვიღაცებთან ერთადაც რო ვიყოთ, არ აქვს მნიშვნელობა. აი, აქციაზე როგორც ყველას უხარია ალბათ ნაცნობი ადამიანის დანახვა, მოკითხვა, იგივენერად გვიხარია ჩვენც, რომ არ ვართ რაღაცა ხალხში, მაგრამ თან იზოლაციაში, რომ არ ვგრძნობდეთ თავს და ძალიან ნორმალურია, რომ მოხვიდეთ. გვითხრათ, აუცილებლად ვიხართ, იმიტომ რომ ესეც რაღაც სტერეოტიპია, რომ ჩვენ რაღაცა ხმაზე უნდა ვიცნოთ ყველა აუცილებლად ნებისმიერ სიტუაციაში, ჯერთი ადამიანს სხვადასხვანაირი ხმა აქვს, სხვადასხვანაირ გარემოში. კი. 1% სმენა არ გვაქვს, ასევე ჩვეულებრივი სმენა გვაქვს. უბრალოდ შეიძლება რაღაცებს უფრო მეტად ყურადღებას კი ვაქცევდეთ და ვიღაცას კი უგვირდეს, ვაიმე ეს როგორ გაიგონე, მაგრამ როცა მით უმეტეს ახლა არის ტვენა, არის რაღაცა სიმღერები, ყვირილი, ანუ ზოგჯერ ხმა სხვანაირად ჟღერს, შენობაში სხვანაირად ჩახლეჩილი, მოკლედ ტელეფონის ხმა კიდე სხვანაირია, მიკროფონის ხმა კიდე სხვანაირია და 1000 რაღაცა, მე ხა წელიწადში ერთხელ რო ვნახულობთ კიდე რა თქმა უნდა ესე ვერ ვიმახსოვრთ, თუ რაღაც ძალიან სპეციფიური ხმა შეიძლება გქონდეს ადამიანს, თორემ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რომ გითხრათ ვისთან ერთად ხართ, რომ ვიცოდეთ და იმ მეორე მესამე ადამიანსაც რაღაცა დაველაპარაკოთ და ისეთი რაღაცები ვილაპარაკოთ, რაც მისთვის საინტერესოა და რაც არ რაღაცა არ შეგვეშინდება რომ იმ ადამიანმა თქვათ გაიგოს. და ასე როცა დავუშვათ ვიშლებით, აუცილებლად უნდა გააფრთხილოთ უსინათლო, რომ მიდიხართ და ნუ ესე უსიტყვოდ არ გაგვეცალოთ, რომ ასე სივრცეში ლაპარაკი არ გავაგრძელოთ. ეხლა შეხვედრების იქით ხო ჩვენი უფლებები როგორ შეიძლება რომ დაიცვათ. ძალიან მარტივად, აი მაგალითად თუ ნახავთ რომ ავტობუსში არ ცხადდება გაჩერება, შეგიძლიათ დარეკოთ სატრანსპორტო სამსახურში და დააფიქსიროთ რომ რატო არ ცხადდება. რაც უფრო მეტი ადამიანი ამას იტყვის, მით უფრო მეტად ექნებათ мотиваცია რომ ეს პრობლემები აღმოფხვრან და ანუ ეს არ არის 1-2 ვიღაცა პროვოკატორის კაპრიზი. იმიტომ რომ ამ ეტაპზე სამწუხაროდ როგორც ჩანს ამას ასე უყურებენ და
ჩვენ კი ვრეკავთ, მაგრამ ცოტანი ვართ. ამიტომ ან შუქნიშანი თუ იცით რომ ხმოვანი იყო და აღარ არის იმ ადგილზე, ხო, ძალიან ნორმალურია დარეკოთ მერიაში და ეს საკითხი დააფიქსიროთ. ეს არის და რა თქმა უნდა ეს მოქცევის წესები, რაზეც ვისაუბრეთ, რა თქმა უნდა შეჩვევას საჭიროებს, მაგრამ ისეთი რთულიც არ არის. ანუ მთავარია რომ ხა ადამიანთან რაღაცა ურთიერთობის არ შეგვეშინდეს და კითხვები დავსვათ, როცა საჭიროა. აქ გავჩერდები, მეც დავასრულებ, მაგრამ თუ იმეს კითხვა ან კომენტარი ექნება, ჩვენ აქ არიან სხვა შიშიმო აქტივისტებიც, რა თქმა უნდა შეგიძლიათ. ძალიან დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ გულხარი აპლოდისმენტები მეგობრებო. ძალიან საინტერესო ლექციისთვის, ძალიან ბევრი სიახლე. კი, კითხვების თუ არსებობს, რა თქმა უნდა, მზად ვართ ერთი წამით. მოგესალმებით, შორინა შალაყაძე ვარ, საბა ვაჭარაძის დედა, ეს მას დანის ყურება მოსმენა მოკლედ არის დიდი სიამოვნება და ძალიან საინტერესო და მიხარია რომ ამ პერიოდში მომიწია მეც ესეთი აქტივიზმი და საბას ხარდაჭერა, საბა არის 23 წლის, 24 წლის ხდება და რაღაც ერთი-ორი სიტყვას ვეც დავამატებ ტვირთმოსაგებლისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია მართლაც გარემოს თუნდაც ის მიღწევები, რაც ელემენტარული გვაქვს, აი ეს ხმოვანი შუქნიშანი, გახმოვანება ტრანსპორტში გაჩერებების და ეკრანზე გამოსახულება ედახმარება შშმ პირებს და მოკლედ საბას ოდესაც ცდილობენ რომ დაეხმარონ, არ მეუბნები ხოლმე უარს, იმიტომ რომ მინდა რომ ჩემთან დაწყებით საბასთანაც ეს კომუნიკაცია მოსახლეობასა და საბას შორის შედგეს ხოლმე, იმიტომ რომ ფაქტიურად საბა გავარეთ ქუჩაში ესე დამოკიდებოდ ვერ გადაადგილდება, იმიტომ კი არა რომ საბას არ შეუძლია, ზუსტად იმიტომ რომ მაგალითად ავტობუსთან რომ ჩამოსვას მძღოლმა და მოკლედ პანდუსთანაც კარგად მიაყენოს თუ რავი როგორც არის წესები და იგი მერე შეიძლება ისეთ კვარტალზე აღმოჩნდეს რომ მე იქიდან ჩამოსასვლელი საერთოდ არ არის მაგალითად ჩვენს წინა გაჩერებას ჩვენს წინონ გაჩერება არის ეგეთი ადგილი არის იქ და მოკლედ ვცდილობ ხოლმე რომ ჩვენებად ადამიანებმაც დაეხმარონ ხოლმე საბას და ნახონ სინამდვილეში რას ვაწყდებით ხოლმე ერთ სიტყვი როდესაც ლაპარაკობთ შშმ ისა ზოგადად ადამიანის აი ესე ხელი მოკიდო და გადაადგილო ისე რომ არ კითხო ძალიან საინტერესო პარალელს გავადლულებ ხოლმე ძალიან კარგად იციან ხოლმე დაიტრაბახებენ რომ იცი რა ისე ხელის გულზე ისე ატარებს რომ ბაზარშიც კი არ ყოფილაო საერთოდ არ არის ხალხო ეს პოზიტივი იმიტომ რომ ბაზარში სიარული ძალიან ისეთია შემოქმედებითია მაღაზიაში ჩასვლაც და არჩევანიც ეს პოზიტივი არ არის ეს არის ზუსტად ის რომ ხშირ შემთხვევაში ქალებს მოიხსენიებენ ასე რომ ქალები არ არიან ბაზარში და მაღაზიაში დამყოფი იმიტომ რომ ამას ვიღაცა თურმე თავის თავზე იღებს სინამდვილეში რაღაცა მგონია რომ ეს ძალიან დიდი ფუნქციის კი ძალიან დიდი ფუნქციის დაკარგვა და თუნდაც ის რომ მაგალითად ქალს არ შეუძლია რომ მაგდოს იყიდოს რაღაცეები და მათ შორის შშმ პირებით მაგალითად არ არსებობს თითქმის სახლში საყიდლები რომელშიც საბა არ არის ჩართული იმიტომ რომ ერთია როდესაც სახლში მოვილაპარაკებთ რა გვინდა მაგრამ მეორე როდესაც მაღაზიაში ან საყიდლებზე გადიხარ და იქ არჩევ იმიტომ რომ იქ შეიძლება რაღაცას რომ გადაავლებ თვალს სხვა რაღაცა მოგინდეს ამიტომ ეს არის ძალიან ცუდი მიდგომა რომ და ცუდი პოზიტივია რომ სახლში მზამზარეული მიაქვთ ხოლმე და რასაც მოუმზადებენ რავი რატო უნდა იყოს წინააღმდეგი და უკმაყოფილო და უმადური საერთოდ რომ მზა არის და დაწუნება უკვე ძალიან ისეთია ხოლმე მოკლედ მინდა იცოდეთ რომ თუნდაც პატარა შვილები როცა ყავთ ხოლმე გონიათ მშობლებს რომ მაგალითად მანქანიდან არ უნდა ჩამოვიდნენ და მაღაზიაში საყიდლებზე არ უნდა იარონ და ესეც ცუდი პოზიტივია ხოლმე და ფუნქციები ნებისმიერ დროს ნებისმიერ ადამიანს უნდა კონდეს გადანაწილებული და ყველა თავის რაღაცებს უნდა გრძნობდეს ხოლმე და მათ შორის შშმ შვილებიც ოჯახებში ცუდი პოზიტივის მსხვერპლი ხდებიან ხოლმე მადლობა. კი დაგეთანხმები
და ანუ ძალიან ხშირად ჩვენ და ძალიან სწორ შვები რომ შენ საბას დახმარებას თავაზობენ რომ ანუ აძლევს საშუალებას რომ კომუნიკაციაში შედიოდნენ იმიტომ რომ ჩემ შემთხვევაში მინდა გითხრათ რომ მე თუ ვინმე ყავს როგორც წესი გარე ადამიანები ანუ არათუ დახმარებაზე არ ესაუბარი ხო ანუ მოსმებაც კი ხშირად არ მესალმებიან და ესალმებიან ჩემს თანხლებს ანუ ზოგადად მე ესეთი განცდა მაქვს როცა ვიღაცას მიუყვები რომ მე როგორც ადამიანი ვქრები და რჩება მხოლოდ ის მხედველი და მეც ანუ ჩვენც ამას ვეჩვევით როცა ამბობენ რომ შრომაპირების ბრალიც არის ჩვენ რა თქმა უნდა ჩვენ ვქცევით ვადაპტირდებით რეალობასთან ხო და ანუ ჩვენც ესე რომ ვიცით რომ მაინც არავინ არ გვამჩნევს ჩვენც ესე გადავიკრავთ ხოლმე მე პირად გადავიკრავ ხოლმე რაღაცა გარს უხილავს რომ მე ანუ ფაქტობრივად რავი ესე თუ არ დამიკაკუნე მხარზე რომ შენ გელაპარაკე შეიძლება ვეღარც მოგაქციოთ ყურადღება იმიტომ რომ იად მიჩვეული ვარ რომ ამ დროს მხედოს ეკითხებიან ყველაფერს რომ მე უკვე აღარ ვისმენ და ანუ ამ ქვეყანას არ ვარ ამიტომ მე ძალიან მნიშვნელოვანია რომ დაგვინახოთ ხოლმე ჩვენც კიდევ ერთხელ მადლობა დღევანდელი ლექციის პარალელურად ჩვენ ყავდა მოხალისე ადამიანი რომელიც თავის შტაბ-ეჭვებს გაგვიზიარებს გაგვეცანით ჯერ გამარჯობა მე ვარ ნინო ბენიძე ანტა მოხალისე ვიყავი რომელმაც გამოცდა ეს სიმულატორი თავდაპირველად შეგრძნებები მქონდა დაქვეითებული მხრივ რომ ანუ მხოლოდ სივრცის აღქმა ძალიან გამიჭირდა ზოგადად ვერც მოძრაობდი გარშემო მაგრამ ამავდროულად სმენის ყველაფერი მხოლოდ ლექციას არ ვუსმენდი არამედ გარშემო რაც კი ხმები იყო ყველაფერი რაღაც ესე მძაფრად მესმოდა თან ძალიან ბევრი რაღაც საჭირო ინფორმაცია გავიგე რასაც შეიძლება თვალხილული რო ყოფილიყავი არც ვერც მომესმინა ესე ფოკუსირებულად და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას რომ ვისწავლოთ ამ ადამიანებთან თანაცხოვრება იმიტომ რომ რეალურად ჩვენ ვცდილობთ რომ ეს ადამიანები იყვნენ ადაპტირებულები იმ გარემოში თან ერთ მხრივ არის რომ უხერხულობას ვგრძნობთ რომ რაღაც დახმარება შევთავაზოთ მაგრამ თან არ ვიცით როგორ დავეხმაროთ და ეგ არის საჭირო რომ ვიცოდეთ თან რა თქმა უნდა ვიყოთ მათ გვერდზე და შევთავაზოთ დახმარება მაგრამ თან ამავდროულად რაღაცნაირი ინფორმაციას უნდა გქონდეს და ეს თუნდაც განათლების სისტემა და თუნდაც ეს რაღაც საზოგადოებრივი ცოდნა ამის საშუალებას არ გვაძლევს და თვითონ სახელმწიფომ უნდა შექმნას ეგ პრეცედენტი რომ ამ ადამიანებს ხელი შეუწყოს რომ თუნდაც ყველა გარშემო ყველაფერზე ქონდეთ ხელმისაწვდომობა გაზრდილი და თან მნიშვნელოვანი არის რომ რაღაც ჩვენც ვიცოდეთ რა უნდა გავაკეთოთ მათ დასახმარებლად. ნუ ფიქრობ რომ ეს მაინც საჭირო არის რომ შევქმნათ რაღაც ნორმალური სამოქალაქო საზოგადოება. და ეს განცდები ძალიან ისეთი იყო, ვერ წარმომედგინა ვერასდროს როგორ შეიძლება ცხოვრობდე თუნდაც ესეთ პირობებში, იმიტომ რომ გარშემო ვიდექი, მაგრამ სივრცესთან ეს შეუძლებელი იყო, იმიტომ რომ რაღაც ვერ ხვდებოდი სად უნდა წავსულიყავი, ხმები მესმოდა, მაგრამ ვერ ხვდებოდი საით მხარე შემეძლო რაღაც მოძრაობა, იმიტომ რომ არ ვიცოდი ვინ იყო გარშემოთან და ძალიან მოკლედ ფიქრობ რომ საინტერესო გამოცდილება იყო და საჭირო არის რომ ამ ცოდნის გაზიარება ხდებოდეს რომ რაღაც ჩვენც ვიცოდეთ ინფორმაცია. მადლობა. მადლობა თქვენ. ხო არ დაამატებთ? ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც რაც მინდა აღვნიშნო ნინო ხო თუ არ ვწდები. ნინომ რაც განიცადა ეს არის ის განცდა რასაც უცბად რომ კარგავს ადამიანი მხედველობას იმას ემართება. ნუ მაგალითად მე და ესმა პირობითად აი ამ განცდებში არ ვართ. კი ბატონო, სივრცეში გვიჭირს რაღაცების აღქმა, მაგრამ აი რაღაცა ანუ უკვე ადაპტირებული ვართ ასე ვთქვათ ასეთ გარემოსთან, ანუ აი რაღაცა ჩვენი შეგრძნებები და ჩვენი უკვე ცოდნა ხო, როგორ უნდა აღვიქვათ სამყარო უკვე
ან გამომუშავებულია, უნარჩვევა არის ეს უკვე, მაგრამ ხო ძალიან საინტერესოა გავიგოთ ის თუ როგორი შეგიძლება უცბად რო კარგავ მხედველობას და კიდე ერთ დავამატებ, ხო, აი მე ძალიან მინდა ყველამ ვიცოდეთ, რომ შეშემო ადამიანები არ მინდა აღიქმებოდეს მხოლოდ როგორც დახმარების ობიექტებად. ან მე მინდა რომ ჩვენ შევქმნათ ისეთი საზოგადოება ყველამ ერთად, რომ რაღაცა ერთმანეთს დავეხმაროთ, ერთმანეთს და ჩვენ შეშემო ადამიანებს უბრალოდ გქონდეს ის გარემო, მათ შორის სახელმწიფოს მიერ საზოგადოების მიერ შექმნილი, რომ ჩვენ შევძლოთ იმ საკითხებში დახმარება, თქვენ დამი, რაში დახმარება შეგვიძლია. მადლობა. მეც მინდა ნინოს მადლობა გადავუხადო ამ გამოცდილების გაზიარებისთვის და სხვა შორის ერთი რაც მინდა ასევე ვთქვა, რომ კი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე რომ ვიცოდეთ, აი მაგალითად არ ვიცი, არის ხოლმე სიტუაციები, რომ ან სხვა მიმართულებით არის მიტრიალებული და ჩვენ რაღაც ძალიან ცალკე ვდგავართ, ან სხვაგან ვართ მიბრუნებული და ასე შემდეგ, ანუ ეს სხვა შორის ძალიან დავიჭირე, რომ კიდე ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხოლმე რომ გვითხრან ეს და ნუ კაი არა უშავს მაგათად ყველა თუ ფეხზე დგას და წამოდგა, ხო? სიტყვაზე ხა 9 აპრილი მოდის და რაღაცა ვაგებთ, პატივს მივაგებთ მსხვერპლებს და იმ დროის გმირებს და მე ხა მაგათად ყველა რო დგას და გულზე ხელი უდევს და ჩვენ რო ეს არ ვიცით ან უკვე რომ ჩამოიღეს თქვა ხელი ადამიანებმა და ჩვენ ისევ ესე ვდგავართ, ან ძალიან უხერხულად ვგრძნობთ ხოლმე ამ დროს თავს და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენც გვითხრათ ხოლმე ესეთი მომენტები. მადლობა, შეკითხვა კომენტარი თუ არ არსებობს, მაშინ ნელ-ნელა დავასრულოთ ლექცია. კი, ვიტყვიდოთ და მე გადმოვცემ. ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ ცოდნა გავაზიაროთ, ავაგოროთ ცოდნის ისეთი ტალღა, რომელსაც ვეღარავინ ვეღარ შეაჩერებს. გამხნევდით, ჩვენ ბევრნი ვართ, ჩვენ ერთად გავართ, ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ და ასე იქნება, სანამ შედეგი არ დადგება. კიდევ ერთხელ დიდად მადლობა. ხვალ ისევ აქ, ისევ რუსთაველის გამზირზე, ისევ აი ამ ორი არაჩვეულებრივი ადამიანის ძეგლის წინ შემოგთავაზებთ ლექციას. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გოგოებო არაჩვეულებრივი ლექციისთვის. დღეს დღევანდელ საღამოს თუთა დაამთავრებს. მოკლედ კიდევ ერთხელ მადლობა და დროებით გამარჯვებამდე ერთად ვიდგებით, დარწმუნებული ვარ ბოლომდე. პირველ რიგში გოგოებს მინდა მადლობა გადავუხადო ძალიან საინტერესო საუბრისთვის. მეგობრებო, იყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი არის ძალიან რთული. მათ შორის მეც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი ვარ. და ჩემთვის 18 წლამდე იყო რთული ამის საჯაროდ თქმა, მაგრამ ვთვლი რომ არასწორია ის რომ არის საუბრო ამ თემაზე. მე მეგონა რომ ყველა შემომხედავდა ისე როგორც სხვას არ შეხედავდნენ და შეცოდების მომენტი იქნებოდა, მაგრამ მივხვდი იმას, რომ ეს ასე არ არის. შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს. ეს არის უბრალოდ გარემოებები. და ჩვენ მე მაგალითად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან დღემდე ვატარებ ლექციებს. მე ვარ სასმელების ტექნოლოგი და დღეს მგონია, რომ რაც უფრო მეც ვისაუბრებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან დაკავშირებით და ცნობიერებას ავამაღლებთ, მით უფრო კარგი იქნება იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოება უფრო მეტად მიხვდება, რომ ესენიც საზოგადოების ერთ-ერთი ნაწილი არიან. მადლობა მინდა გოგოებო კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ. ასევე მე ვარ საპროტესტო აუდიტორიის ხმა და ეს დავამატებ უბრალოდ ძალიან მოკლედ რა. არასდროს არ გავჩერებულ ვარ და არც არასდროს არ გავჩერდები. ვიბრძოლებ მანამ, სანამ არ გარდავიცვლები. ჩემი მთავარი მიზანი არის, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ისე იყვნენ დაფასებულები, როგორც ჩვეულებრივი ადამიანები. აქედან გამომდინარე, მე აქამდეც და ამის შემდეგაც გავაგრძელებ
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ლექციების საკითხვას. მშვიდობიან საღამოს გისურვებთ. ასევე მინდა გითხრათ, რომ საპროტესტო აუდიტორიის ნაწილის გადაწყვეტილებით დღეს გაათენებენ საპროტესტო აუდიტორიის წევრები და მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენთაგანს, რომ მოხვედით და ესწრებოდით ამ ლექციას. ჩვენ გვაქვს Facebook-ი, Instagram-ი, TikTok-ი და YouTube-ი. საპროტესტო აუდიტორია გვაწერია და გამოგვიწერეთ. ასევე გვაქვს განაცხადი გაკეთებული ესეთი პლატფორმა არის Free Donation-ი და თუ დაგვეხმარებით დონაციებით პატარა 1 ლარი, 2 ლარი ან 3 ლარი ან ნებისმიერი თანხით მადლობელები ვიქნებით. ცოდნა ძალა, ცოდნა თავისუფლებაა და ერთად გავიმარჯვებთ ამ ბრძოლაში. ცეცხლი ოლიგარქიას.